როცა წარმოვიდგენ, რომ ბუნებაში ვარ, თვალები გახელილი მაქვს. ძალიან ცხელა, ბაყაყები წყლიდან ამოსული ბუერების ქვეშ იმალებიან. ადრე ბავშვები თივის ზვინის ღეროთი ბაყაყს ბერავდნენ, გაბერილი ბაყაყი სკდებოდა და სისხლი ჰაერში იფრქვეოდა. არც ისე დიდი ხნის წინ, ჩემს თავს ვუთხარი, რაზეც ძილის წინ ფიქრობ, ახდება. როცა დრო იქნება, კარგიც და ცუდიც. სიცხე ჰაერს იპყრობს. მაღაზიებში წვენის მოსამზადებელი ფერადი ფხვნილები იყიდება. ხშირად ამ სოფელში ბავშვები გველებს დასდევდნენ. შუა დღეა. ხის გარშემო მწერები ტრიალებენ. ამ დროს ყველა სახლს ან ხის ჩრდილს აფარებს თავს. გარეთ თითქმის არავინაა. ბავშვს თუ დაინახავ, სახლიდან არის გამოყარული. დინარის ქვებს თუ აწევ, კიბორჩხალებს დაიჭერ. მათ გარდა იქვე თავკომბალებიც იმალებიან. ისინი უგემურია და დიდი თევზების დასაჭერად იყენებენ. ზოგს შემწვარი კიბორჩხალები ყველაფერს ურჩევნია. სიცხე ფიქრებს ერევა. მიწის ხვრელებიდან ხმები ამოდის. ხვლიკი და გველი მეგობრები არიან. სოფლებს თავიანთი ხმის სისტემა აქვთ. დინარის, ბაყაყების, ხეების და ბალახის შიალის ხმებში ბავშვების ხმები ირევა. წყალზე ბავშვების ხმები ლივლივებს. სოფლებში ბევრი ბავშვი ფეხშველაა. აქ ერთი მთაა, სოფელს გადმოჰყურებს და კატას გავს. მთას კატაულა ჰქვია. კატაულა იმიტომ ჰქვია, რომ ადრე იქ გარეული კატები ცხოვრობდნენ. მთის ზედაპირი ქვისქანია. როგორც ვიცი, დღეს სოფლის მაცხოვრებლები ამ ქვას ქანებს აჭრიან და ყიდიან. მთას რომ გახედავ, მიხვდები, რომ გაქურდულია. კატაულის უკან კიდევ ერთი მთაა, რომელსაც ტურის წვერს ეძახიან. ადრე იქ თურმე ტურები ცხოვრობდნენ. თვალებს ვაპატარავებ და მინდვრებზე სიმინდის თავებს ვხედავ. ვიღაცა ღამით სიმინდს ყანიდან იპარავს. დინარე მთელ სოფელს დაღმა მიუყვება. მისი სიგრძიდან გამომდინარე, სოფელში რამდენიმე საბანაოა. ყველაზე მეტად ის საბანაოა ცნობილი, სადაც მეტი წყალი გუბდება. სადაც მეტი წყალი გუბდება, იქ მეტი ბავშვი ბანაობს. დინარის ვიწრო ხეობის თავზე გადებული წვრილი ხიდები ირხევიან. ზოგი ბეწვის ხიდია. ირხევა ჰამაკი. ჰამაკიდან გადმოდებულ ხელს წიგნი უჭირავს. ადრე ამ სოფელში მდინარის წყალი ადიდდა. მდინარემ ძროხები, კამეჩები და ერთი ჩემი ნაცნობი კაცი წამოიღო, იმ დროს ბიჭი. ის ჩვენს ბავშვობამდე ბევრად ადრე მოხდა. 1960-იანი წლები იქნებოდა. ნამდვილი ამბავია. როცა შუაღამეა, მთა უშველებელი კატა ხდება და თევზებს მისდევს. სიზმარში ნანახი კატები ნამდვილებისგან განსხვავდებიან. ხშირად ძაღლებს მწერლების სახელები ჰქვიათ. აქ მურია და ჯეკა უფრო გავრცელებულია.
ამ სოფელში ბავშვებს ალების სახელით აშენებდნენ. კვირაობით სახლების მოშორებით სადაც ყანებია, ნახერხში ჭიდაობა და ფეხბურთის ჩემპიონატები იმართებოდა. ღრუბელი მზისგან გამთბარი ფერით მოსტაფილოსფროდ ანათებს. ზაფხულს შემოდგომა მოსდევს. ზის სინათლე სუსტდება. სექტემბრის მოახლოვებამდე სოფელი იცლება. დამსვენებლები ქალაქს უბრუნდებიან, ბავშვები სკოლას და ბაღს, უფროსები სამსახურს. როცა ყველა ბავშვი სკოლაში მიდიოდა, მე და ჩემი ძმა სკოლაში არ წავსულვართ და მთელი შემოდგომა სოფელში გაგვიტარებია. ამ დროს სოფელში სხვანაირი სევდა ისადგურებს. სოფლის ბავშვები უფრო უხმოები ხდებიან. სიცივე ბნელი ღამეებისას იმ ქურდებივით იპარება აგარაკები რომ გაძარცვეს. ხეების ფოთლები სიცივისგან ვეღარ გიცავენ, ნელ-ნელა მათაც ქარი ერევათ. საბოლოოდ, ჩვენ მაინც ქალაქებში უბრუნდებით. ხეები ფოთლებისაგან იცლებიან.